ამერიკელ პარტნიორებთან შეთანხმებით უკრაინამ ახალი 20 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა წარადგინა. ვაშინგტონის მიერ თავდაპირველად წარდგენილი 28 პუნქტიანი გეგმა შეიცვალა, თუმცა უცვლელად დარჩა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საჭიროება. კოორდინირებული სამხედრო რეაგირება და ყველა სანქციის აღდგენა. გეგმაში გაწერილია, რაც გულისხმობს ამერიკისა და ევროპის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის მიცემული უსაფრთხოების გარანტიები. ახალი პროექტის მიხედვით რუსეთმა ყველა საჭირო კანონსა და დოკუმენტში თავდაუსხმელობის პოლიტიკა უნდა გაითვალისწინოს. უკრაინაში კი არჩევნების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩატარდეს. დოკუმენტი ძირითადი დებულებები უკრაინის უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას და საომარი მოქმედებების შემდეგ ეკონომიკურ განვითარებას ეხება. ახალი გეგმის დეტალებს ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენლები რუსეთს სავარაუდოდ დღესვე გააცნობენ და მოსკოვის პასუხს მოისმენენ. სამშვიდობო მოლაპარაკებების განმავლობაში პირველად უკრაინამ სამშვიდობო გეგმის საკუთარი ვერსია გაასაჯაროვა, რომელიც შეერთებულ შტატებთან არის შეთანხმებული. 20 პუნქტიანი გეგმა არ ითვალისწინებს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, თუმცა კიევმა უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიიღოს შეერთებული შტატებისგან, ნატოსგან და ევროკავშირისგან. ამ გარანტიების თანახმად, თუ რუსეთი ისევ დაესხმება თავს უკრაინას, დასავლეთმა კოორდინირებული სამხედრო პასუხი უნდა გასცეს მოსკოვს. გეგმის თანახმად უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტული თარიღი უნდა იცოდეს, რადგან უკრაინის ხელისუფლების მტკიცებით ესეც კიევის უსაფრთხოების გარანტია. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გეგმის მე-14 პუნქტი ეხება ტერიტორიულ საკითხს და ყველაზე რთულია მთელ გეგმაში. დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებთან დაკავშირებით პოტენციური ვარიანტი არის თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, სუმის და ხარკოვის ოლქებიდან. აქ არის დონბასი, აქ არის ჩვენი ნაწილი 25% და აქ არის ის ნაწილი, რომელიც დროებით რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. თუ აქ თავისუფალ ეკონომიკურ ზონას შევქმნით, ეს ფაქტობრივად დემილიტარიზებული ზონა იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მძიმე ძალებს ამ ტერიტორიიდან 40 კილომეტრის მანძილზე გაიყვანენ, თუმცა შეიძლება 5-10 ან 40 კილომეტრი იყოს. თუ თავისუფალ ეკონომიკურ ზონად ორი ქალაქი გვექნება, კრამატორსკი და სლავიანსკი, მაშინ რუსებმა თავიანთი ჯარების შესაბამისად 5-10 ან 40 კილომეტრით უნდა გაიყვანონ. ტერიტორია, საიდანაც ჩვენი ძალები გავლენ, ჩვენი ადმინისტრაციისა და ჩვენი პოლიციის ქვეშ დარჩება, ხოლო იმ ადგილებში, სადაც ისინი იმყოფებიან, მათი ძალები იქნებიან. გეგმის მიხედვით უკრაინა ადასტურებს, რომ დარჩება არაბირთვული სახელმწიფო. შეერთებული შტატების წინადადებაა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინის, შეერთებული შტატების და რუსეთის ერთობლივ მართვაში იყოს. კიევი რუსეთის მონაწილეობას უარყოფს, თუმცა მისი პოზიციაა, რომ გამომუშავებული ელექტროენერგიის 50% უკრაინას მიეწოდოს, ხოლო დანარჩენის განაწილება შეერთებულმა შტატებმა დამოუკიდებლად განსაზღვროს. უკრაინამ შესაძლოა სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი და არჩევნები ერთდროულად ჩაატაროს. რუსული ჯარები ამჟამად უკრაინის ციხესიმაგრის სარტყლის ქალაქებიდან, სლავიანსკიდან და კრამატორსკიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 40 კილომეტრში იმყოფებიან და ქალაქის სევერსკი დაიკავეს. დონეცკისთვის შეთავაზებული კომპრომისი სავარაუდოდ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგობას წააწყდება, რადგან ის დონბასიდან უკრაინის ჯარების სრულად გასვლას ითხოვს. პუტინმა განაცხადა, რომ თუ უკრაინული ჯარები არ გავლენ, რუსეთი მთელ აღმოსავლეთ უკრაინაზე კონტროლს ძალის გამოყენებით დაამყარებს. სამშვიდობო გეგმაზე ვაშინგტონს და მოსკოვს შორის კონსულტაციები გრძელდება. შეთანხმებასთან ახლა უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდეს მე ვყოფილ ვართ. გასული კვირის მოლაპარაკებები უკრაინასთან და რუსეთთან იყო პროდუქტიული და კონსტრუქციული, მაგრამ ახლა ბურთი რუსეთის ეზოშია. ახლა მაგიდაზე 4 დოკუმენტია. 20 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, უკრაინის მრავალმხრივი უსაფრთხოების გარანტიები, შეერთებული შტატების მხრიდან ცალკეული გარანტიები და კონფლიქტის შემდგომი ეკონომიკური აღდგენის გეგმა. ახლა კარგად ვიცით, რისი გაკეთება სურს უკრაინას. ჩვენ ვცდილობთ გავარკვიოთ, რის გაკეთებას აპირებს რუსეთი მაქსიმალურად. შეერთებულ შტატებში გამართული მოლაპარაკებების დეტალები მომლაპარაკებელმა კირილ დიმიტროვმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უკვე გააცნო. კრემლი ახალი გეგმის მედიის საშუალებით შეფასებაზე უარს აცხადებს. კითხვაზე თუ როგორ აფასებს ნატოში ვაშინგტონის მუდმივი წარმომადგენლის მეთიუ უიტაკერის ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომ მოსკოვთან მოლაპარაკების დროს შეერთებული შტატები ცდილობს გაიგოს, რამდენად არის რუსეთი მზად უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად, კრემლის პრესსპიკერი პასუხობს. უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციის ყველა ძირითადი პარამეტრი შეერთებული შტატებისთვის კარგად არის ცნობილი. ამჟამად ვმუშაობთ ჩვენი სამომავლო პოზიციის ჩამოყალიბებაზე სახელმწიფოს მეთაურის მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე და უახლოეს მომავალში კონტაქტების გაგრძელებაზე არსებული არხებით, რომლებიც ამჟამად ფუნქციონირებს.
სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმდინარეობის პარალელურად ცნობილი ხდება, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინის მხარდაჭერა 2025 წელს 45 მილიარდი დოლარით შეამცირა. უკრაინის ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს სხვა წევრებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს უკრაინის მხარდაჭერა, მათი კომბინირებული შენატანები არასაკმარისია შეერთებული შტატების დახმარების მკვეთრი შემცირების კომპენსაციისთვის. სამხედრო ფინანსური დახმარება კი უკრაინის თავდაცვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ფრონტის ხაზზე ბრძოლის პარალელურად უკრაინის დასახლებები რუსული სარაკეტო თავდასხმების სამიზნე მუდმივად ხდება. გასულ ღამეს მართვადი საჰაერო ბომბებით ქალაქ ზაპოროჟიაზე მოხდა თავდასხმა, რის შედეგად დაზიანდა სუმცირედ 13 საცხოვრებელი შენობა და საგანმანათლებლო დაწესებულება. გვეძინა როცა აფეთქება მოხდა. ფანჯრები ჩაიმსხვრა, ჟალუზი ჩამოვარდა. სწრაფად ავდექი გავიქეცი და დეეჩემთან ერთად დავიმალე. მეორე დარტყმა დავინახეთ, მაგრამ ის სადღაც შორს იყო. გონს მოვედი და დასუფთავება დავიწყეთ. უკრაინის ომის დასასრულებლად ვაშინგტონი დიპლომატიურ ძალისხმევას იჩენს. შედეგები კი მოსკოვთან შეთანხმებაზე იქნება დამოკიდებული.